სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღეს 48 წელი გავიდა მისი აღსაყდრებიდან. ეს არის დღე, რომელმაც შეცვალა ცხოვრება საქართველოში, სულიერი ცხოვრება, რომელსაც მოყვა დიდი აღშენებლობა და აღორძინება ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ყოველი ჩვენგანის ხელდასხმა და ეკლესიის გაძლიერება. აი, როგორც იცით, სიტყვა ილია ნიშნავს ღვთის ძალას და აი მისმა უწმინდესობამ ღვთის მადლით და წყალობით ეს ძალა შთაბერა თავისი ღვაწლით ჩვენს ეკლესიას და დღეს ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ წმინდა სინოდის სახელით მომზადებული მისალოცი წერილი აი აქედან ამბიონიდან წავიკითხოთ, მივმართოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 52 წლის თავს აღნიშნავს. თქვენი ინტრონიზაციის დღე 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს არის დღე, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენი ერის სულიერ განახლებას და ფერისვალებას უახლესი ისტორიის პერიოდში. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ის სამი საუნჯე, რომელთაც თქვენ მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურებით და თქვენ სულიერ შვილებს გვაძლევთ იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი სიყვარულით და ერთგულებით უნდა ვემსახუროთ მათ. ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზე წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა. ბრძანეთ თქვენ აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში. და მართლაც დღესაც დიდი თავგანწირვით და სიყვარულით აღასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. ის მძიმე ჯვარი, რომელიც უფალმა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის პირობებში გიბოძათ, უდრტვინველად იტვირთეთ და მას შემდეგ ერთგულებითა და სიყვარულით მიუძღვებით თქვენ სამცხოს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამიტომაც ასე შეგიყვარათ და დაგაფასათ ქართველმა ხალხმა. ამ საზეიმო დღეს გსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის დიდი საქმეები, რომლებიც თქვენი 48 წლიანი მუხლ-ჩაუხრელი შრომის ნაყოფია და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ეპარქიების და მღვდელმთავრების რიცხვის ზრდა, სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აშენება და განახლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების და საპატრიარქო ტიტულის მოპოვება, ყოვლადწმინდა სამების დიდებული საპატრიარქო ტაძრის აგება, მრავალი საეკლესიო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის გახსნა, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, საპატრიარქოს უნივერსიტეტისა და ტელევიზიის დაარსება, შვიდგზის ლოცვების დაწესება, ქართული საეკლესიო გალობის და საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგების აღორძინება, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება, საქართველოში დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ნათლიობის ტვირთვა, მრავალი საქველმოქმედო, მისიონერული, საგამომცემლო თუ სამეცნიერო პროექტის განხორციელება, საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების დანერგვა და მრავალი სხვა ღვთივსათნო საქმე.
თქვენ პავლე მოციქულის მიხედვით მუდამ გვახსენებთ, რომ უფალი განსაცდელს მოგვივლენს ხოლმე ერის სულიერი გამოფხიზლებისა და განწმედისათვის. ასე დროს კი ჩვენი გადარჩენა რწმენის ერთგულებასა და ერთსულოვნებაშია. ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ხობს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. აღნიშნავთ თქვენ და დასძენთ. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლა ადამიანებს შორის, შევთხოვთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმართა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს. და ჩვენ თქვენ სულიერ შვილებს ვწამს, რომ თუ კი თქვენს მამობრივ დარიგებებს გავითავისებთ და თქვენს ლოცვა-კურთხევას შევასრულებთ, ჩვენი მწუხარება სიხარულად, დაცემა აღდგომად გადაიქცევა, ჩვენს ქვეყანაში კი უფლის მიერი სიმშვიდე აისადგურებს. კიდევ ერთი დიდი საუნჯე გვაქვს, გვასწავლით თქვენ, ჩვენი სამშობლო, ღვთივკურთხეული საქართველო, რომელიც განბანილია ჩვენი წინაპრების სრემლითა და სისხლით. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას, უნდა გავუფრთხილდეთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს, რომელთაც იცავდნენ და ინახავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ჯერა, მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს. ჩვენს გვჯერა, თქვენ უწმიდესობაო და უნეტარესობაო, რომ თქვენი ლოცვით და სულიერი წინამძღოლობით ღმერთი შეგვაძლებინებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული დიდი სირთულეების გადალახვას და მოგვასწრებს ჩვენი სამშობლოს გამთლიანებას. 2026 წელს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს და იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით ამ საიუბილეო თარიღის ღირსეულად აღნიშნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ხალხის უფალთან დაახლოებისა და ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ნება მიბოძეთ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით, გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე და შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დიდი ღვაწლისთვის. შევთხოვთ უფალს და დედა ღვთისმშობელს, რომ მოგმადლოთ სულიერი და ხორციელი სიმტკიცე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. კიდევ ერთხელ გილოცავთ.